გასაქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკთან ერთად ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს დიცსა და დიდხურვალეთს ეწვივნენ. დაათვალიერეს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და არსებულ ვითარებას გაეცნენ. კომისარმა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ოკუპანტ ძალებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეაჩერონ მავთულხლართების ფიქსაცია ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე და მოხსნან უკვე აღმართული რკინის ხელოვნური ღობეები. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასული რამდენიმე ადგილი მოვინახულე და ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რაც აქ ვნახე. აქ მცხოვრებ ადამიანებს ბევრი პრობლემა აქვთ. განიცდიან შიშს, რადგან ოჯახებს საცხოვრებელი სახლები და ეზოები შუაზე გაუყვეს. გასათვალისწინებელია ადამიანური ფაქტორიც, რადგან აქ მაცხოვრებლები ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ეჭვგარეშე რომ მიმდინარე პროცესი არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ ადამიანის უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება. რადგან აქ აშკარად გაიზარდა დაძაბულობა. გვესმის რომ პროცესი უკვე დაწყებულია სოფელ ხურვალეთში, მაგრამ მე აუცილებლად მოვითხო რომ შეწყდეს ამ ღობეების აგება. სოფელ დიჩი მავთულხლართების გაბმა ადგილობრივების ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ აღშფოთებას აქ ნანახის გამო. იმედი მაქვს პროცესი შეჩერდება და მოხდება ამ ღობეების დემონტაჟი. 5 საათს გაგრძელდა ირგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრა. დღევანდელი შეკრება კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდა. დიციდან გატაცებული როსტომ სოსიაშვილი ციხიდან გათავისუფლდება. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ყურადღება სწორედ ცხინვალის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს უპილოტო თვითმფრინავების მიერ ქართული საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევაზე, რაც ოსურმა მხარემ ეჭქვეშ დააყენა. რაც შეეხება სოსიაშვილს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება. ავთადინ კვირიკაშვილთან დაკავშირებით, რომლის საკითხსაც ჩვენ დეტალურად შევეხეთ, მათ განაცხადეს, რომ ის არ არის გამორიცხული რამდენიმე თვე დარჩეს ცხინვალის ციხეში, როდესაც მოვიკითხეთ მიზეზი თუ რატომ შეიძლება ეს ადამიანი ამდენი ხნით იყოს დაკავებული, მათ განაცხადეს, რომ დაკავებისას თითქოს და მან გაუწია წინააღმდეგობა რუს მესაზღვრეებს. დასრულდა 35 შეხვედრა. განვიხილეთ სამხრეთ ოსეთში არსებული უსაფრთხოების საკითხები, ასევე დაკავებულების შესახებ ვისაუბრეთ. მათ შორის იმაზე, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი. რაც შეეხება სოსიაშვილს, ქართული წარმომადგენლობა აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე კარგია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღეში სოსიაშვილი გადმოეცემა ქართულ მხარეს.